გურამ გაბესკირია. გურამ გაბესკირია დაიბადა სოხუმში 1947 წლის 2 მარტს. სახელი გურამი ბიძამ ლიტერატურმა და მწერალმა ანდრო ჟვანიამ შეურჩია. გულიანი კაცი იქნებაო, მეგრულად გურამი ხომ გულიანს ნიშნავს და მართალიც აღმოჩნდა. გურამ გაბესკირიას გულით უყვარდა, თუ უყვარდა და გულით სძულდა. გულით უყვარდა მშობლიური სოხუმიც, რომლის დაცემის დღესაც თავადაც აღესრულა. 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ეს დღე ტრაგიკული აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის. სოხუმის მერი სეპარატისტებმა დაატყვევეს და ალყაში მყოფს მოსთხოვეს ქართველებისთვის ეგინებინა და მტრისთვის ბოდიში მოეხადა. ტყვედ ჩავარდნილმა თითისკნევით მიუგო მომხდურს, რომ არასოდეს დაიჩოქებდა და არაფერი ჰქონდა ბოდიშის მოსახდელი და მართალიც იყო. ის საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქალაქს იცავდა როგორც მერი, როგორც სოხუმელი, როგორც ქართველი. სწორედ თავისი ცხოვრების ამ ბოლო წუთებმა აქციეს ეროვნულ გმირად. ქალაქი კი მართლაც მისი იყო. ის ხომ აქ დაიბადა, აქ გაიარა მისმა ბავშვობამ, სიხმაწვილემ, სტუდენტობამ. ამ ქალაქში შეუყვარდა, ამ ქალაქში დაოჯახდა და გახდა მამა. გაბესკირიების ოჯახი ჭამბასა და უსახელო ქუჩების გადაკვეთაზე ცხოვრობდა ნომერ 1 სახლში. იმავე ქუჩის 3 ნომერში კი აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის თავკაცი ვოვა ვეკუა ცხოვრობდა. ვოვა და გურამი ბავშვობიდან მეზობლები, მეგობრები იყვნენ. სოხუმის ეს პატარა უსახელო ქუჩა ვოვა ვეკუამ და გურამ გაბესკირიამ აქციეს სასახელოდ. იმავე უბანში ქუჩის დასაწყისში ცხოვრობდა სერგეი ბაღაფში. სხვა თანატოლებთან ერთად სერგეი, ვოვა და გურამი ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს, ეგრეთ წოდებული საკუოს სანატორიუმსა და უსახელო ქუჩას შორის არსებულ სტადიონზე. ერთი თაობის, ერთმანეთის გვერდით გაზრდილი ბიჭები ერთად ეწეოდნენ სოხუმელთა უბნელობის ტვირთს, მეგობრობდნენ, ძმაკაცობდნენ, მაგრამ ძმათა მკვლელმა ომმა მათი გზები გაყო სამუდამოდ და ტრაგიკულად. აფხაზეთის ომამდე იყო მშვიდობა, რომელიც დღეის გადასახედიდან სხაპარივით გვახსენდება. გურამ გაბესკირიამ მშვიდობიანი სოხუმის მოგონებებშიც ქალაქის კოლორიტად, პიროვნებად, ქართველ კაცობითა და იუმორით გამორჩეულ ადამიანად გვახსენდება. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ სოხუმის მერს ასე გამორჩეულს უდიდესი ხიბლითა და პიროვნული განსაკუთრებულობით მშობლიურ ქალაქში მოძალადეები სასტიკ განაჩენს გამოუტანდნენ. არასოდეს ცხოვრებაშიო. რუსულად მიუგო მტერს და ამით არჩევანი სახელოვანი სიკვდილის სასარგებლოდ გააკეთა. სიცოცხლეზე შეყვარებულმა სხვა არჩევანს მისგან არც არავინ ელოდა. გურამის, მე ვერც კი წარმოვიდგენ, რომ სხვანაირად მოქცეულიყო, როგორც მოიქცა იქ სოხუმში, რომ უკან გადამდგმელი ნაბიჯის არ იყო ნამდვილად. ნამდვილი გმირი იყო რა, უშიშარი, მაგრამ ძალიან სამართლიანი. ძალიან სამართლიანი, იმიტომ რომ ვისთანაც რამე ისეთი ლაპარაკი ქონია, მეორე მხარეს უთქვია, რომ გურამი მართალი იყო და ხმა ვერავინ ვერ ამოიღო. მე მინდა რომ გულისწყრომით თქვა ის, რომ დღეს ის ცოცხალი არ არის. ძალიან გულისწყრომით, იმიტომ რომ ბევრი საქმის გაკეთება შეეძლო მას თავისი წესიერებით, სიმართლით და შეუპოვრობით. რაც შეეხება გურამ გაბესკირიას თან ჩემს ურთიერთობას. ეს დაიწყო 1972-ში, როდესაც ჯარში წავედით ნოემბრის თვეში და 73 წლის პირველობა ერთად ვითამაშეთ თბილისის სკაში. გურამი იყო ჩვენი გუნდის კაპიტანი და ერთი სიტყვით შემიძლია თქვა, რომ იყო ლიდერი ნამდვილად. ამ კაპიტნობას ნამდვილად ამართლებდა ის. ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს გურამ გაბესკირიასთან, რომელთაგანაც ეხლა ერთ მომენტს გავიხსენებ. რაღაცაზე ჩვენ სეზონში შემოვიდა და იქვე მე ბურთს თამაშობდი, მაშინ პატარა გოგო ვიყავი. მან აიღო ეს ბურთი და დაიწყო აკენწლა. ჯერ აკენწლა ფეხის წვერით, შემდეგ აკენწლა მუხლით, შემდეგ ფეხის წვერის და მუხლის მიმდევრობით უცებ ბურთი ააგდო ჰაერში და კეფით დაიჭირა.
ასეთი რამე მე ტელევიზორში მქონდა ნანახი და გაოგნებული უყურებდი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ გურამ გაბისკირია ცოტა ჭარბწონიანი ადამიანი იყო და მიუხედავად თავისი წონისა, ეს ისე ადვილად შეძლო, ისე მოქნილად გააკეთა, ისეთი ლამაზი სანახავი იყო. ეხლაც თვალწინ მიდგას ჩემ ეზოში, როგორ კენწლის ბურს ააგდო, კეფით დაიჭირა, მომიბრუნდა და მითხრა: "Смотри, так мог только qipiyani, imaguya." Აი ეს მომენტი სხვა ძალიან ბევრ მოგონებასთან ერთად გამუდმებით თან დამდევს, ასე ვთქვათ, და სულ მახსოვს ხოლმე ეს მომენტი. წლების შემდეგ ამერიკელი ფოტოხელოვანის მალკოლმ ლინტონის ფოტოგამოფენაზე მოკლულთა საზარელ ფოტოებზე დახვრეტილთა შორის ამოიცნო ვაჟიშვილმა ბოხომ ოვა გაბისკირიამ. ეს იყო ნამდვილად საშინელება, იმ წლების განმავლობაში ჩვენ არ ვიცოდით ის გარდაცვლილია, დახვრეტეს თუ ციხეშია თუ რა იყო და სად არის და შემდეგ ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ესე იგი, გადაიღო ეს სურათები იქ, ეს უკვე იქ აჩადარაში, სადაც დახვრეტეს ისინი, აი მინისტრთა საბჭოს შენობიდან, რომ ესე იგი შესვავენ, ხო, სვავენ მათ, უტყავენ იქა და ესე იგი მიყავთ აჩადარაში და უკვე იქ დახვრეტეს, ხო და სწორად იქ გადაიღო ამ ამერიკელმა ფოტოგრაფმა ეს სურათები და შემდეგ მოაწყო ფოტო გამოფენა და ჩვენ ესე იგი დავიკავშირდეს ყველას დეჩებს დაურეკეს და ჩვენ ყველანი წავედით ესე იგი და სწორად იქ აღმოვაჩინე პირველად რომ ესე იგი ფოტოსურათზე რომ ეს იყო мама ის ესე იგი იწვა ესე დაწოლილი არის და ესე იგი მისი აღნაგობი და მისი ესე იგი დავწმუნდი რომ ეს ნამდვილად мама ჩემი იყო გურამ გაბისკირია. საერთაშორისო წითელმა ჯვარმა დნმ-ის ანალიზით მოახდინა გურამ გაბისკირიას იდენტიფიცირება და წლების შემდეგ მისი ნეშტის გადმოსვენება თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე. პოლკოვნიკი, სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი გურამ გაბისკირია სამხედრო პატივით დაკრძალეს. გურამ გაბისკირია იყო უმაღლესი განათლებით. პროფესიით ისტორიკოსი, მუშაობდა თევზ კომბინატის დირექტორად, ასევე იგი გახლდათ ფეხბურთელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის დინამოში. მოგვიანებით საფეხბურთო კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში. თამაშობდა თბილისის CSKA-ში. 1972 წელს გახდა რესპუბლიკური დონის, ხოლო 74 წლიდან საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ ცხუმის დაარსებაში, რომელიც დაარსებიდანვე თამაშობდა ახალ შექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში. გურამ გაბისკირია იყო ცხუმის პირველი პრეზიდენტი. კლასელებთან, მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდით სოხუმში ძველ სტადიონზე. როცა ბილეთები არ იყო და სტადიონზე ვერ შედიოდით, ხეებზე ავდიოდით და იქიდან უყურებდით თამაშს. ერთ-ერთი მატჩის დროს გურამმა შემოგძახა: "ბიჭებო, ჩამოდით, არ ჩამოვარდეთო, ბილეთებს მოგცემთ." ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ყოველთვის პატარა ბავშვებს ეხმარებოდა, როცა ძირითადი პრინციპული მატჩები იყო სოხუმის გუნდის თუ თბილისის დინამოს, ერევნის არარატის, ყოველთვის გვაჩუქებდა ბილეთებს. გურამი იყო წარმატებული ფეხბურთელი, მერე კი მსაჯი. ის იყო ძალიან სამართლიანი. ბევრმა არ იცის ალბათ, რომ 1976 წლის დეკემბერში, როცა ის იყო უკვე აღიარებული მსაჯი, მან გადაარჩენა სოხუმელი ახალგაზრდა, გადაეფარა მას ერთ-ერთი ხულიგანი ცდილობდა იმ ახალგაზრდის დაჭრას და გურამმა თავზე აიღო ეს დარტყმა, გაუკეთეს ოპერაცია და მერე გააგრძელა თავისი ცხოვრება. ის იყო სამართლიანი ვაჟკაცი კაცი და ეს შემთხვევით კი არ მოხდა 93 წლის ასე ვაჟკაცურად რომ მოიქცა გურამი, როცა დაატყვევეს ის და ქართული მთავრობის წევრები. ბავშვობიდან მოყვებოდა მას ეს სამართლიანობა, პრინციპულობა და ვაჟკაცობა. პოლკოვნიკ გაბისკირიას სამხედრო კარიერაზე არასოდეს უოცნებია. მისი სამხედრო გამოცდილება სულ რაღაც 2 წლიანია და ისიც იმიტომ, რომ მშობლიური ქალაქის დამცველთა რიგებში იდგა და მისი ოცნება მაღალი კლასის ფეხბურთის თამაში იყო. სოხუმისა და მისი აღსრულების საბედისწერო 27 სექტემბერს გამთენიისას მოახერხა და მეუღლეს დაურეკა. ყველაფერი კარგად იქნებაო. ჟანა გაბისკირია, გურამ გაბისკირიას მეუღლე იქონებდა. ჩვენი ბოლო გამომშვიდობება არასდროს დამავიწყდება. რა ნაღვლიანი გამოხედვა ჰქონდა. სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, უკან მოვიხედე და თვალი ფანჯრებისკენ გავაპარე. ის იდგა ფანჯარასთან მარტო. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი.
ჯარისკაცივით. გავუღიმე და ხელი დავუქნიე. მანაც სადა გაღიმება, მაგრამ ვერ შეძლო. საშინელი წუთები იყო, რადგანაც ის არ გავდა ჩვენს არც ერთ განშორებას. ნუ თუ წინასწარ გრძნობდით, რომ სამუდამოდ ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. მერე იყო მოლოდინის წლები, როცა არაფერი ვიცოდი და მაინც ცოცხალს ველოდებოდი. ვეძებდი ყველგან, ყველასთან. ვის არ შევხვდი, ვის არ ვეხვეწე, ეცნობებინად სად იყო ჩემი ქმარი და ცოცხალი იყო თუ არა. ყველაფერი ამაოდ, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. უკან რომ მოვიხედავ, ძალიან ბევრი რამ მაგონდება. განსაკუთრებით ბედნიერი იყო, როცა საწვრთნელ ბაზაზე მიდიოდა, როცა არბიტრის ფორმას იცვამდა. სამხედრო ფორმა მისი არა, ბედისწერის არჩევანი იყო. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ანატოლი მილჩენკო იგონებდა, გურამ გაბისკირია უნიკალური ადამიანი იყო თავისი მეობით, თავისი ხასიათით. როგორც ფეხბურთელი კი ძლიერი და ჟინიანი ფორვარდი, უძლიერესი დარტყმით. გაბისკირია გახლდათ სტანდარტული სიტუაციებისა და ფეხის წვერით თამაშის დიდოსტატი. არ მავიწყდება მის მიერ გატანილი გოლი გორის დილა ხვდებოდა ლანჩხუთის გურიას. ეს იყო მატჩი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გასასვლელად. გურამი ლანჩხუთის გურიაში თამაშობდა, მან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ისე მაგრად დაარტყა, რომ ბურთი ტყვიასავით შეფრინდა დილას კარის ცხრიანში. ამ მონათხრობიდანაც ჩანს, რომ ფეხბურთშიც ისეთივე მამაცი იყო, როგორც ცხოვრებაში. სწორედ ამ თამაშში ჩანდა მისი შემტევი და თამამი ხასიათი. ბატონ გურამზე რა შეიძლება ითქვას? ჯერეთი უგანათლებულესი პიროვნება იყო. დღესაც მახსოვს ის ძირითადი შემადგენლობა, ვინც იყო სოხუმის დინამოში და გურამი გამოირჩეოდა თავისი უძლიერესი დარტყმებით და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი იყო. ჩვენ მოგვიწია ერთად ამ 2 წლის განმავლობაში თამაში სხვადასხვა ქალაქებში, მაშინ ცოტა რთულად იყო, ხალხი რეისი გადაიდებოდა და ღამე გვიწევდა აეროპორტებში გათენება და თქვენ იცით გუმისტაზე არის კემპინგი, ესეთი გუმისტის ხიდის ქვეშ, სადაც ეხლა ლუქსები და ეს არ იყო იმ პერიოდში და მოგვიწია 3-4 კაცს ვთქვათ, ერთ ოთახში ყოფნა და ბატონ გურამის ერთად მოხდი, ვიყავი მეც იმ პერიოდში ახალგაზრდა ვიყავი, გურამი ჩემზე უფროსი იყო და ერთ ოთახში და იყო ობჭოობა ახლა უფრო მეტად ფეხბურთზე და ძალიან ძვირფასი პიროვნება იყო. გასული საუკუნის 60-ან 70-იან წლებში გურამ გაბისკირია წარმატებით თამაშობდა სოხუმის დინამოში, კრასნოდარის ყუბანში, ქუთაისის ტორპედოში, ლანჩხუთის გურიაში. როგორც მსაჯმა პირველი სერიოზული მატჩი ჩაატარა 1973 წელს, როცა სოხუმში ერთმანეთს ხვდებოდნენ ერევნის არარატი და ალმა-ატას ყაირათი. გურამ გაბისკირია 1 წელი მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატში, სადაც თავი გამოიშინა როგორც სამართლიანმა არბიტრმა. შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მსაჯობდა. მისი კოლეგები იხსენებენ, რომ ცნობილ ფეხბურთელს ვალერი გაზაევს მძიმე ხასიათი ჰქონდა და ერთხელ გურამის მსაჯობისას უხეში სიტყვები უხმარია. ცენტრალური არბიტრი იგონებდა, გურამმა ქართულად გამომძახაო, გააძევე ეს ფეხბურთელი, თორემ მივატოვებ გვერდითა ხაზს და უჩვენებს ეირს. ეს მომენტი კარგად აჩვენებს მის მებრძოლ შემტევ ხასიათს, ასევე იმას, რომ რაინდი იყო ცხოვრებაშიც, პოლიტიკაშიც, ფეხბურთის მოედანზეც. მისი დაარსებული საფეხბურთო კლუბი ცხუმი 1992 წლის მაისში გახდა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და მოიპოვა საგზური UEFA-ს თასზე. მაგრამ 1992 წელს რთული პოლიტიკური ვითარების გამო UEFA-მ არ დაუშვა არც თბილისის დინამო და არც სოხუმის ცხუმი ევროტურნირებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები შეყვანილნი იყვნენ მონაწილეთა წინასწარ სიაში. სპეციალისტებს მიაჩნდათ, გურამ გაბისკირია რომ ცოცხალი ყოფილიყო, სოხუმის ცხუმი დევნილობაში წარმატებული კლუბი იქნებოდა და ითამაშებდა ევროტურნირებზეც. საუკეთესო მენეჯერული თვისებების გამოვლენა მან მერობისას ომის პერიოდშიც კი შეძლო. აბა სხვა ვინ შეძლებდა გურამის გარდა შუა ომის დროს აემუშავებინა ქალაქის მთავარი საათი. საათი, რომელიც იყო გაჩერებული უკვე რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში, მე ის თავზე სოხუმელებს ახსოვს ყველას, პირველი მისი საქმე იყო საათის აღდგენა. ამით გურამის უნდა და ენახებინა ყველასთვის, რომ იწყება ახალი ცხოვრება, ახალი ათვლა
და სოხუმი არის სიცოცხლის ქალაქი და არა ომის და ბედურების. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს უძველესი საათი სიცოცხლის ბოლო წუთებს დაუთვლიდა ქალაქს და მის მერს. ბედის წერას მისთვის რომ ეკითხა, ომს, მშვიდობას არჩევდა, სიკვდილს, სიცოცხლეს, გმირობას, ჩვეულებრივ ადამიანად დაბერებას. სამხედრო ფორმას კი ფეხბურთის ფორმას.